პუტინის ყირიმი დასრულდა. კარგი იყო სანამ ასე იყო, ხო ასეა ვლადიმირ? მას შემდეგ რაც უკანონოდ მიერთებ ყირიმის ნახევარკუნძული, უკრაინისგან წაგლიჯე და გეგონა ყველაფერი მოგვარებული იყო. შენ ქონდა შენი პატარა გვირგვინის ძვირფასი ქვა და გეგონა რომ ამით გაამყარე შენი ყალბი პრეტენზია უკრაინაზე. მაგრამ ხანგრძლივი ომის შემდეგ, რომელიც სწრაფი შეჭრა უნდა ყოფილიყო, ყველაფერი დაინგრა. ყირიმი აღარ არის გვირგვინის ძვირფასი ქვა. უკრაინა მთლიანად აჭრის ნახევარკუნძულს და ემზადება რუსეთის სამუდამოდ გააძევოს ყირიმიდან. სტრატეგია მარტივია: იზოლირება, გამოუსადეგარი გახდება და შემდეგ განადგურება. საშუალო მანძილის დარტყმები ყველაფრის გასაღებია და აგიხსნით როგორ და რატომ აკეთებს უკრაინა იმას, რასაც აკეთებს ყირიმში. დავიწყოთ მიზეზით. 27 მაისს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ იწყებს ლოგისტიკური ბლოკადის პროგრამას. დაახლოებით 113 მილიონი დოლარი მიეძღვნება ამ პროგრამას და ეს თანხა სულ მცირე პირველ ეტაპზე პირდაპირ გადაეცემა იმ დანაყოფებს, რომლებიც უკრაინის მასშტაბით ახორციელებენ საშუალო მანძილის დარტყმებს რუსეთის ლოგისტიკაზე. ყირიმში განგაშის ზარები დაირეკებოდა იმ მარიონეტული მთავრობის ოფისებში, რომელიც პუტინმა ნახევარკუნძულზე შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ მაისის ბოლოს უკრაინის განზრახვა ნათელი გახდა, იმ ოფიციალურმა პირებმა იცოდნენ, რომ ყირიმი და მიმდებარე ტერიტორიები განიცდიდნენ დარტყმების ზრდას, რომლებიც ლოგისტიკიდან დაწყებული, სამხედრო ობიექტებით დასრულებული, ყირიმის შიგნით ყველაფერს მოიცავდა. მათთვის ლოგისტიკის ბლოკადა ახალი პრობლემა არ იყო. ეს იყო კამპანიის გაგრძელება და გაფართოება, რომელიც უკვე მნიშვნელოვან პრობლემებს იწვევდა. ლოგისტიკის ბლოკადის იდეა შედარებით მარტივია. სადაც არ უნდა მიმართოს რუსეთმა თავისი სატვირთოები და ტანკერები, იქ დაარტყამს უკრაინა და ეს დარტყმები გაგრძელდება მთელი ზაფხულის განმავლობაში და მის შემდეგაც. აქ საქმე უკრაინისთვის ინიციატივის ფლობაზეა. როდესაც მისი დრონები ვარდება ლუგანსკში, დონეცკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში, ამ რეგიონებში მყოფი წინა ხაზის ჯარისკაცები ყველანი გრძნობენ დაკარგული მარაგებისა და არასაკმარისი რეზერვების ტკივილს. მაგრამ არსად იგრძნობა მიმდინარე მოვლენები ისე, როგორც ყირიმში, რომელიც დამოკიდებულია ლოგისტიკურ არტერიებზე, რომლებიც გადის ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე, რათა მარაგი მიეწოდოს და გააგრძელოს ფუნქციონირება როგორც რეალური სამხედრო საფრთხე უკრაინისთვის. ყირიმის იზოლაცია უკრაინის საბოლოო მიზანი. ამის გაკეთებით უკრაინა მთლიანად უსარგებლოს ხდის ნახევარკუნძულს პუტინისთვის და მისი შეჭრის ამბიციებისთვის. ამ იზოლაციის მისაღწევად უკრაინამ ჭკვიანურად უნდა გამოიყენოს თავისი დარტყმები. დრონების გაგზავნა იმ რეგიონებში, სადაც რუსეთმა საჰაერო თავდაცვა დააგროვა, ნიშნავს, რომ ამ დრონების უმეტესობა ჰაერში განადგურდება. უკრაინას ეს არ სურს. მას სჭირდება მაქსიმალურად მაღალი წარმატების მაჩვენებელი, რათა ლოგისტიკური ბლოკადის პროგრამა ამუშავდეს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვხედავთ, რომ უკრაინის დრონები აქტიურად არიდებენ თავს ყველაზე მჭიდრო რუსულ საჰაერო თავდაცვას, რომელიც ფრონტის ხაზზეა განლაგებული და ამის ნაცვლად უტყამენ ამ თავდაცვების მიღმაების მიღმა ღრმად უკანა ტერიტორიებზე. ამის ნაცვლად უკრაინის დრონები ნადირობენ სამხედრო კოლონებსა და საწვავის ყველა ტიპის სათვითროებზე, მიუხედავად იმისა, ყირიმში მიდიან თუ იქიდან ბრუნდებიან. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის მიერ ოკუპირებული თითქმის მთელი ტერიტორია სამიზნეა უკრაინის დარტყმებისთვის, რადგან ყირიმი წარმოადგენს ლოგისტიკურ კვანძს, რომლის მეშვეობითაც რუსეთი მატერიკიდან უკრაინაში ჯარებსა და მარაგებს გზავნის. აქ უკვე იწყებთ იმის დანახვას, თუ როგორ ხდება ყირიმის იზოლაცია. მაგრამ უკრაინას არ აქვს ილუზიები იმის შესახებ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი მისი ზაფხულის კამპანიისთვის. კუნძულის დანარჩენ ოკუპირებულ უკრაინასთან მოწყვეტა უზარმაზარი ამოცანაა. რუსეთი ამ ფაქტით სარგებლობს თავისი შეჭრის თავიდან. ყირიმი იყო და კვლავაც რჩება რუსეთის შეტევითი ოპერაციების დასაცვის წერტილად, მისი ლოგისტიკური კვანძის როლის გამო. იქ მდებარეობს სამხედრო აეროდრომები, საბრძოლო მასალის საცავები, რაკეტებისა და დრონების გაშვომების გაშვების პლატფორმები და მთელი არსენალები, რომლებიც ივსება და მიეწოდება ოკუპირებულ უკრაინას. ყირიმიდან რუსეთს შეუძლია წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო გემების განთავსება. ყოველ შემთხვევაში ასე იყო. უკრაინის კამპანიამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც ფლოტის მესამედი განადგურდა, ხოლო დანარჩენი დატოვა მთავარი ბაზა სევასტოპოლში, ამას სერიოზული დარტყმა მიაყენა. მაგრამ რასაც ხედავთ, ეს არის მიზეზის შემდეგ, თუ რატომ სჭირდება უკრაინას ყირიმის იზოლაცია. ის სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან ფასეულია და პუტინის სამხედრო გაძლიერება ნახევარკუნძულზე წარმოადგენს სიმბოლოს იმ დომინირების, რომელსაც რუსეთის ლიდერი ცდილობს დააჯეროს მსოფლიო, რომ ფლობს უკრაინაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს წამოწყება მასშტაბურია, ის ასევე აუცილებელი იყო. ყირიმი პუტინის გეგმებისთვის გადამწყვეტი იყო იმ მომენტიდანვე, როცა მან შეიჭრა. 2022 წლის თებერვლამდე რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთმა ნახევარკუნძულზე ჯარები და იარაღი დააგროვა. ეს სწორედ ის ჯარები იყო, რომლებმაც შეძლეს უკრაინის სამხრეთის დიდი ნაწილის დაკავება, ეგრეთ წოდებულ სპეციალური სამხედრო ოპერაციის პირველივე დღეებში, რაც საფუძვლად დაედო შემდგომ გამანადგურებელ და სასტიკ ომს. კიდევ მანამდე ნახევარკუნძული გამოიყენებოდა როგორც რუსეთის ძალის სიმბოლო. უკრაინის ინფორმაციით 2019 წელს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა, რომ რუსეთმა ყირიმში განათავსა 12 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 40 ტანკი, 62 ვერტმფრენი, 122 საბრძოლო თვითმფრინავი,
162 მძიმე საარტილერიო დანადგარი და 593 ჯავშან მანქანა. ეს გაძლიერება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და ტირიმი რუსეთის ყველა ამჟამინდელი ქმედებისთვის საკვანძო ადგილად აქცია. ამიტომ ნახევარკუნძულის იზოლაცია უკრაინისთვის უბრალოდ სასურველი არ არის. ეს ნიშნავს რუსეთის მთელი საომარი სტრატეგიის გასაღების წართმევას. ამ ეტაპზე უკვე საკმარისად ხსმენიათ მიზეზებზე. ლოგისტიკური ბლოკადის პროგრამის ამოქმედების შემდეგ ალბათ უკვე გაქვთ წარმოდგენა, როგორ ხორციელდება ეს. მოდით უფრო ღრმად ჩაუღრმავდეთ. საშუალო დისტანციის დარტყმის ახალი თაობის დრონების გამოჩენამ მთლიანად შეცვალა ის, თუ როგორ უდგება უკრაინა კინიმის საკითხს. ეს დრონები რუსულ სამიზნეებს ოპერაციულ სიღრმეში ესხმიან თავს, რაც როგორც წესი ფრონტის ხაზიდან 20-დან 200 კილომეტრამდე მანძილზე. აქ არის განთავსებული რუსული ლოგისტიკა, ასევე სარდლობის პუნქტები, ჯარის კონცენტრაციები, გაფანტული საჰაერო თავდაცვის სისტემები და მომარაგების სადგურები. ამ რეგიონიდან ხდება ფრონტზე ყველა მოქმედების ორგანიზება და სწორედ ამ დიაპაზონში ლოგისტიკური არტერიების დარტყმით ახერხებს უკრაინა ფრონტისპირა ოპერაციების დარღვევას და ერთდროულად კირიმის იზოლირებას. მაისამდე 3 თვის განმავლობაში ხედავდით, რომ უკრაინა უფრო მეტად ეყრდნობოდა თავის საშუალო დათმის სტრატეგიას. მაისში უკრაინამ საშუალო დიაპაზონის სამიზნეებზე დაახლოებით 50%-ით მეტი დარტყმა განახორციელა ვიდრე აპრილში და ეს ზრდა მოჰყვა იმას, რომ უკრაინამ უკვე გააორმაგა საშუალო დიაპაზონის დარტყმები მარტსა და აპრილს შორის, ხოლო აპრილის მაჩვენებლები თებერვალთან შედარებით გააოთრმაგა. უკრაინა აგრძელებს განვითარებას. ივნისის ბოლოსთვის, როგორც ჩანს, კიდევ ერთ ზრდაზე მოგვიწევს საუბარი. ამ დარტყმების მთავარი სამიზნე ისაა, რაც უკვე ვახსენეთ. ყველაფერი, რაც მოძრაობს იმ გზებზე, რომლებსაც რუსეთი იყენებს ყირიმში და ყირიმიდან მარაგების გადასატანად. ეს ნიშნავს საწვავის ცისტერნებს, მომარაგების სატვირთოებს და სამხედრო კოლონებს, რომლებიც ჯარისკაცებს გადახავთ. ეს ყველაფერი უკრაინის გეგმაშია, რადგან ის ცდილობს გზები, რომლებსაც რუსეთი ყირიმის მხარდასაჭერად იყენებს, გადააქციოს ნამდვილი დოჯოხეთად დამწვარი მანქანებით. და ახლა ამ გზებზე სა უნდა გაიხედო უკრაინის დარტყმების შედეგებს ხედავ. 280 ავტოსტრადა, რომელიც რუსეთში როსტოვ-on-დონს, უკრაინის სამხრეთ რეგიონებთან, მარიუპოლთან და მელიტოპოლთან, ასევე ყირიმთან აკავშირებს, ნამდვილი ჯოჯოხეთის გზად იქცა ნებისმიერი რუსული მანქანისთვის, რომელიც მასზე გადაადგილებას ცდილობს. ეს გზა გადამწყვეტია ოკუპირებული ყირიმის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მას შემდეგ, რაც უკრაინამ რამდენჯერმე დაარტყა ქერჩის ხიდს, რომელიც რუსეთს ყირიმთან აკავშირებს და გამოავლინა, რომ ეს გზა ზედმეტად დაუცველია, ეს გზა გახდა რუსეთისთვის ნახევარკუნძულზე შესვლის მთავარი მარშრუტი. გარდიანი იუცხება, რომ უკრაინის 412 ნემესისის ბრიგადა ლიდერია ამ გზის მონაკვეთის ჯოჯოხეთად გადაქცევაში, რადგან მაისის შემდეგ მან ათეულობით სატვირთო და ცისტერნა გაანადგურა რათე 280-ის. რა თქმა უნდა, ერთი გზის გადაკეტვა საკმარისი არ არის ყირიმის იზოლირებისთვის. მას შემდეგ, რაც RR-280 უკიდურესად სახიფათო გახდა, რუსეთი სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც უკრაინის საშუალო დონის დარტყმითი დრონებმა RR-280-ზე დომინირება დაამყარეს, უკრაინა სხვა ადგილებში ნადირობას შეუდგა. ხერსონის რეგიონში მდებარე ლოგისტიკური კვანძები, რომლებიც ოკუპირებულ უკრაინას ყირიმთან აკავშირებს, შემდეგ სამიზნედ იქცა. ივნისის დასაწყისში ხერსონში მდებარე ჩენარის ხიდი რამდენჯერმე დაარტყეს, რის გამოც რუსეთს მოძრაობის გადამისამართება და დროებითი პონტონური გადასასვლელების აგება მოუწია, რომლებიც ვერ უნკალდება იმ მოძრაობის მობის მოცულობას, რაც საჭიროა ყირიმში და ყირიმიდან მომარაგების უზრუნველსაყოფად. 13 ივნისს კიევ-პოსტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ გენიჩესკის ხიდიც დაარტყა, რითაც ყირიმისთვის კიდევ ერთი ლოგისტიკური არტერია გამოირთო, ასევე არმიანსკის ხიდი, რომლის მეშვეობითაც რუსეთი ცდილობდა მოძრაობის გადამისამართებას, მას შემდეგ რაც ჩენარის ხიდი ვეღარ გამოიყენებოდა. და ტკივილის გასაძლიერებლად, იმავე დღეს უკრაინამ ხერსონში რკინიგზასაც დაარტყა, რითაც რუსეთს აჩვენა, რომ ვერც რკინიგზაზე ვერ დაეკრდნობა ყირიმში მომარაგების უზრუნველსაყოფად. რასაც აქ ხედავთ, ეს უკრაინის გენიალურობაა. პირველ რიგში მან გადაჭრა მთავარი არტერია, როდესაც RR-280 გზა ოკუპირებულ ყირიმში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გზად აქცია. ეს გზა კლავად სამიზნეა და ასე დარჩება, მანამ სანამ რუსეთი მას გამოიყენებს. მას შემდეგ, რაც მთავარი არტერია სისხლსური და განადგურებული მანქანებისა და დამწვარი საწვავის სახით, უკრაინული დანა მიემართება ყირიმის სიცოცხლისთვის აუცილებელი ყველა სხვა ვენასა და არტერიაზე. ერთის შემდეგ მეორეს, საშუალო დონის დარტყმის დრონები ჭრიან ამ ვენებსა და არტერიებს, რის შედეგადაც ყირიმი თავს მოკვეთილად და იზოლირებულად რჩება. ციფრები ღვებიან უკრაინის კამპანიის ისტორიას და კიდევ ბევრია, რასაც უკრაინა აკეთებს ყირიმის იზოლაციისთვის. მაგრამ სანამ ამ ყველაფერზე გადავიდოდეთ, მოკლე შეხსენებაა, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ არხიდან ინფორმაციას იღებთ, არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რომ ნახოთ ჩვენი მეტი ვიდეო. დაუბრუნდეთ RR-280-ის ცოტახნით. კიევის პოსტი ავრცელებს, რომ სატელიტური სურათები აჩვენებს უკრაინის კამპანიის შედეგს ამ გზის წინააღმდეგ. ეხლა გზატკეცილზე 300-ზე მეტი ახალი რუსული სატვირთოს ნამსხვრევია მიმოფანტული. ყველა დამწვარი ან სრულად განადგურებული უკრაინული დრონების იერიშების შედეგად, მხოლოდ ივნისის პირველ ნახევარში. მაისშიც კიდევ ბევრად მეტი იყო, რომლებიც უკრაინამ დააზიანა.
7-დან 13 ივნისის ჩათვლით უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები შეუერთდნენ 475 კოდი 9.2-სა და პირველს. გამოცემის ინფორმაციით დავინჩის დანაყოფებმა 100-ზე მეტი დარტყმა და რეიდი განახორციელეს ხმელეთის დერეფნის ვითრო ადგილებზე, რომლებიც ყირიმის ჩრდილოეთით მდებარეობს. ახალ გიგანტურ დრონებს უერთდებიან ძველი საყვარელი მოდელებიც, მათ შორის ლიუჩი და FP-1, რათა ზიანი მიაყენონ. არსებობს ინფორმაცია სუპერსაიდუმლო დრონის შესახებ, სახელად მორიგანი, რომელიც ანადგურებს საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და დამხმარე სამიზნეებს ყირიმში და მის გარშემო, რათა გზა გაუხსნას უკრაინის სხვა დრონებს. რაც უკრაინა აქ აკეთებს არის ის, რომ ყირიმში შემავალი და იქიდან გამომავალი გზები გაუვალი ხდება. და როცა სატვირთო მანქანები ვეღარ გადაადგილდებიან ამ გზებზე, რუსეთს ეწურება არჩევანი, რომ ნახევარკუნძული მომარაგებული შეინარჩუნოს. სხვა ადგილებშიც ჩვენ ხედავთ, რომ უკრაინული საზღვაო დრონები აგრძელებენ საზღვაო კამპანიას, რომელმაც უკვე აქცია შავი ზღვა რუსეთისთვის უმნიშვნელოდ. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას თითქმის არ აქვს საკუთარი სამხედრო საზღვაო ძალები. United 24 მედია იუწება, რომ უკრაინის საზღვაო დრონების არსენალი ხელს უშლის ხომალდების თავისუფალ გადაადგილებას ყირიმის გარშემო, რაც ნიშნავს კიდევ ერთი მომარაგების ხაზის გადაკეთებას. ეს დრონები უფრო საშიშია ვიდრე მაშინაც კი, როცა ისინი შავი ზღვის ფლოტს ანადგურებდნენ. ახლა ისინი სრულფასოვან პლატფორმებად იქცნენ, ამბობს გამოცემა. ზოგი მათგანი გამოიყენება პირდაპირ კამიკაძე შეტევებისთვის, ასეულობით კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული. სხვა დრონები კი წარმოადგენს საზღვაო გაშვების პლატფორმებს უკრაინის საჰაერო დრონებისთვის, რომლებიც საზღვაო დრონებიდან შეუძლიათ აფრენა საჰაერო სამიზნეების დასათმელად და გემებზე შეტევების ჩასატარებლად. უკრაინის საზღვაო ყურადღება ასევე გავრცელდა აზოვის ზღვაზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ყირიმის აღმოსავლეთ სანაპიროს. 5 ივნისს BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ დაადასტურა დარტყმები 5 გემზე აზოვის ზღვასა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სანაპირო წყლებში. უკრაინის განცხადებით, ყველა ეს გემი ჩართული იყო უკრაინული მარცრეულის ქურდობაში, ასევე საწვავისა და სამხედრო ტვირთის გადაზიდვაში. ასე რომ აშკარაა, რომ ლოგისტიკური ბლოკადის პროგრამა მხოლოდ გზებზე არ არის კონცენტრირებული. საკვები, საწვავი და მარაგები, რომლებიც ყირიმში ზღვით შედის, ასევე ანადგურებენ. თუ პუტინი ცრუ იმედით ცხოვრობს, რომ უკრაინა შეიძლება შენელდეს და რომ ყირიმს ჯერ კიდევ აქვს შანსი სრულად არ იყოს იზოლირებული, მაშინ მას ეს იმედი სწრაფად უნდა გაუშვას. უკრაინა არ აპირებს შენელებას, ის მხოლოდ ახლა იწყებს. მოდით შევხედოთ ყირიმის ნახევარკუნძულს, განაცხადა უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა დმიტრი პლეტნიუკმა 14 ივნისს უკრაინის ტელეარხ Freedom-თან ინტერვიუში. ის სამი მხრიდან წყლით არის გარშემორტყმული და შესაბამისად ამ ტერიტორიაზე წარსულში გამართული ომების ისტორია უნდა მიანიშნებდეს ოკუპანტებს, რომ ყველა ეს ომი დაახლოებით ერთნაირად დასრულდა და ყოველთვის ცუდად, უკან დახევით, აფრთხილებს პლეტნიუკი. და სწორედ ეს არის მთავარი აზრი. ყირიმის იზოლაციით, როგორც ხმელეთიდან ისე ზღვიდან, უკრაინა ნახევარკუნძულის შენარჩუნებას შეუძლებელს ხდის. პუტინმა თავად განაცხადა მარტში, რომ რუსეთმა ყირიმში ნახევარკუნძულის ოკუპაციის შემდეგ დაახლოებით 15.5 მილიარდი დოლარი დახარჯა. და ახლა ეს თანხა უკვე წყალში გადაყრილ ფულად გამოიყურება. კიდევ უფრო მეტი ხარჯვა, რაც სასწრაფოდ საჭიროა, რადგან უკრაინა ყირიმს ნელ-ნელა ასუსტებს, პუტინისთვის რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მოუწევს თუ ნახევარკუნძულს შენარჩუნება უნდა. მაგრამ ეს ყველაფერი საბოლოოდ მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი ფული ფუჭად დადაიხარჯება ყირიმზე, მაშინ როცა რუსეთი უკვე ეკონომიკური რეცესიისა და ომის წინაშე დგას. ხარჯები, რომელთა შესახებაც უკრაინის ახალი ხმა ამბობს, იმდენად მაღალია, რომ მხოლოდ ეს შეიძლება 28 მილიარდი დოლარით გადააჯარბოს რუსეთის მთელ 2026 წლის ბიუჯეტს. ლატონჩუკი ამბობს, რომ თვეების განმავლობაში გაწეული მძიმე შრომა უკრაინისთვის შედეგს იძლევა. რაც ახლა ხდება, ერთი დღის შრომის შედეგი არ არის. ეს არის სისტემური ძალის ხმევა, რომელიც დიდი ხანია მიმდინარეობს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა ამ შრომის ნაყოფს ვხედავთ უთხრამან ფრიდომს. ახლა ყირიმი აღარ არის რუსეთის დომინირების სიმბოლო, როგორც პუტინი მას დიდი ხნის განმავლობაში წარმოაჩენდა. ეს ნამდვილად აღარ არის ის საყრდენი წერტილი, რომლის გარშემოც რუსეთის ომის ბერკეტი ტრიალებს. ყირიმი გადაიქცა იზოლირებულ ნახევარკუნძულად, რომელიც ომით არის გარშემორტყმული. და ეს არის რუსი ხალხი, როგორც ყირიმში, ასევე ფრონტის ხაზზე მებრძოლები, ვინც ანტკიველს გრძნობს. უკრაინის მცდელობის ყველაზე აშკარა შედეგი ყირიმის იზოლაციისთვის არის საწვავის მწვავე დეფიციტი, რომელმაც ნახევარკუნძული მოიცვა. ივნისის დასაწყისში ყირიმში მარიონეტულმა ხელისუფლებამ უკვე დააწესა საწვავის შეზღუდვები. გაცემული იყო რაციები და ბენზინგასამართ სადგურებზე ოფიციალური პირები იყვნენ განთავსებული, რათა არავის ეცადა თავისი ისედაც მწირი წილის გადაჭარბება. საწვავი თითო ადამიანზე 20-30 ლიტრის შეზღუდვით იყიდებოდა და ამასთან ახლდა პირობა, რომ ყველა სამოქალაქო მანქანა, რუსული სამხედრო მანქანებისა და საზოგადოებრივი სერვისების, როგორიცაა საპოლიციო და სასტრაფო დახმარების მანქანები, შემდეგ რიგში დგებოდა. რაციებით განაწილებამ შედეგი არ გამოიღო. 12 ივნისისთვის ინდეპენდენტი იუცხებოდა, რომ ყირიმის ბენზინგასამართ სადგურებს საწვავი ეწურებოდათ, რაც უზარმაზარ რიგებსა და ნახევარკუნძულზე ყველაზე მძიმე საწვავის კრიზისი იწვევდა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ტერიტორია უკანონოდ დაიკავა, პრობლემას კიდევ უფრო ანძიმებს მოახლოებული საკვების დეფიციტი. RBC უკრაინა იუცხება, რომ სუპერმარკეტებში ცარიელი თაროები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
საბაზისო პროდუქტები, როგორიცაა მარცვლეული, შაქარი, ფქვილი და მაკარონი, ძალიან მცირე რაოდენობით ახელმისაწვდომი, ხოლო უკრაინის ლოგისტიკური დარტყმებისა და რუსეთის მიერ ყირიმში მძიმე სამხედრო ძალის შენარჩუნების კომბინაცია მდგომარეობას კიდევ უფრო ანძიმებს. ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის. უკრაინა ყირიმს საწოლსა და საკვებს აკლებს. გარდა იმისა, რომ ყირიმს როგორც სტრატეგიულ აქტივს იზოლაციაში აქცევს, უკრაინა უზრუნველყოფს, რომ ნახევარკუნძულზე მცხოვრებმა რებმა რუსმა ოკუპანტებმა იცოდნენ, რომ ამ პრობლემებს პუტინი და მისი შეჭრა იწვევს. სამხედრო თვალსაზრისით ყირიმი ახლა რუსეთისთვის ნაკლებად გამოსადეგია, ვიდრე 2014 წლის უკანონო ანექსიის შემდეგ იყო. ის, რაც რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს უპირატესოდ უნდა ქცეულიყო და პუტინის შეჭრის პირველ თვეებსა და წლებში ასე იყო კიდეც, ეხლა სერიოზული სისუსტის წყაროდ იქცა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი წინა ხაზის ჯარისკაცები, რომლებიც ყირიმიდან მომარაგებასა და დახმარებას ელოდნენ, ახლა იძულებულნი არიან შეტევაზე გადავიდნენ მანამდე, სანამ რაიმე დახმარება მიაღწევს მათამდე. შედეგი გარდაუვალია, უფრო სუსტი შეტევები და მეტი დაღუპული ფრონტზე. ეს ყველაზე აშკარად ხერსონსა და ზაპორიჟიაში ვხედავთ, როგორც United 24 მედია იტყობინება, რადგან ყირიმი დიდი ხანია ამ რეგიონებში შეტევების დასაწყებად გამოიყენება. ახლა ზეწოლა უკრაინის თავდაცვაზე მცირდება და ფრონტის ხაზზე ხვრელები ჩნდება. უკრაინა უკვე ახორციელებს მიზანმიმართულ კონტრშეტევით სტრატეგიას 2026 წელს, რის შედეგადაც Reuters-ის ცნობით 8 ივნისისთვის რუსეთიდან 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიბრუნა. შესაძლოა კიდევ მეტი კონტრშეტევა მოხდეს, რადგან ყირიმი ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება, რაც თავის მხრივ უკრაინის ძალებს ნახევარკუნძულთან უფრო ახლოს მიიყვანს და კიდევ უფრო მეტ იერიშს შესაძლებელს გახდის ყირიმის ლოგისტიკაზე. ერთი მეორეს აძლიერებს და რუსეთი შიმშილობს. სათვარცინ პლატფორმების თემას რომ დაუბრუნდეთ, უკრაინა ასევე ბევრად უფრო სახიფათოს ხდის რუსეთისთვის ყირიმის გამოყენებას როგორც პლატფორმას იმ რაკეტებისა და დრონებისთვის, რომლებსაც ის უკრაინაში უშვებს. ყირიმი ამ მხრივ ჯერ კიდევ უსარგებლო არ არის. რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე 14-დან 15 ივნისის ღამეს ეს დაამტკიცა, რადგან რუსეთმა შეძლო 6-3-2 ზირკონის ანტისაზღვაო რაკეტის გაშვება ნახევარკუნძულიდან, ასევე იმ 611 დამთმელი დრონიდან ნაწილის, რომლებიც თავდასხმის დროს უკრაინაში გაუშვეს. მაგრამ საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურებისა და რესურსების, უკრაინის ლოგისტიკური დარტყმების აღკვეთაში ჩადების ფონზე, რუსეთისთვის ყირიმის ტერიტორიიდან გაშვება სულ უფრო სახიფათო ხდება. ეხლა ყოველი რაკეტისა და დრონის ბაზა სამიზნეა. და რადგან მისი ლოგისტიკა შეწყვეტილია, რუსეთს უფრო უჭირს ამ ბაზების მომარაგება და უკრაინის დარტყმების შემდეგ მათი შეკეთება. ნელ-ნელა პუტინის კონტროლი ყირიმზე სუსტდება. პლეტნიუკი განმარტავს. ერთ მომენტში მარცხების კრიტიკული მასა გროვდება, რაც საბოლოოდ თავად სისტემის დაშლომდე მიდის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყირიმი აქტივიდან მძიმე თვირთად იქცევა. ნახევარკუნძულზე ჩადებული ფული წყალში იღრება. მიწოდებები, რომლებიც ყირიმში შედის ან იქიდან გამოდის, სამიზნედ იქცევა, რაც ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი ფული იკარგება, რადგან დარტყმა მიადგება რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ოკუპირებულ ტერიტორიას. და ამ დროს სოციალური წნეხი იზრდება პუტინზე და მის თანამზრახველებზე. ყირიმის მარიონეტული რეჟიმი კი უნდა ამაყობდეს რუსეთის ბოლო გამარჯვებებით. ამის ნაცვლად მას უწევს აღიარება, რომ უკრაინა თითქმის ყოველდღე ახორციელებს წარმატებულ დარტყმებს და შეუძლებელია უგულებელყო ხანძრები ან საგანგებო სამსახურების მუდმივი გადაადგილება იმ ადგილებში, სადაც უკრაინა ურტყამს ყირიმსა და მიმდებარე ტერიტორიებს. რაც შეეხება უკრაინას, ის გააგრძელებს იმას, რასაც ახლა აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ყირიმის დასაბრუნებლად სახმელეთო შეჭრა ნაკლებად სავარაუდოა, ნახევარკუნძულის იზოლირება მას რუსეთისთვის უსარგებლოს ხდის. ეს შეიძლება აიძულოს პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და უკრაინას მისცეს მნიშვნელოვანი ბერკეტი მშვიდობის მოლაპარაკებებში. თუ პუტინი უარს იტყვის, მაშინ ის დაკარგავს ყირიმს. განთავისუფლება არ მოხდება უკრაინელი ჯარისკაცების მარშით, არამედ მაშინ, როცა რუსეთი დატოვებს ნახევარკუნძულს, რომელიც სწრაფად ხდება სასიკვდილო ადგილის საცხოვრებლად. ეს ყველაფერი უკრაინის სტრატეგიის დამსახურებაა. და თუ გსურთ გაიგოთ, რას აკეთებდა უკრაინა რუსეთისა და ყირიმის წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ თქვენთვის იდეალური ვიდეო გვაქვს. გახსოვთ არმიანსკის გადასასვლელი, რომელიც ადრე ვახსენეთ. უკრაინა ამტკიცებს, რატომ არის ასეთი ცუდი იდეა რუსეთისთვის ამ გადასასვლელის გამოყენება, რომ მოძრაობა ყირიმში შეუფერხებლად გაგრძელდეს. რუსული მანქანების კოლონა იმ ხიდზე შევიდა. 2 წუთში ისინი აღარ ეკვნენ იქ. შეგიძლიათ გაიგოთ, რა მოხდა თუ ჩვენს ვიდეოს უყურებთ. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ ნახოთ ჩვენი ანალიზები უკრაინის ყირიმის კამპანიაზე. და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.